იცით, ბატონო მამუკა, ყოფილი ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროსა და ჯორჯიან ეირვეის შორის იყო გაფორმებული ხელშეკრულება, 24 მილიონი ლარიანი ხელშეკრულება, საიდანაც 14 მილიონი დადასტურებულია, რომ ეხარჯებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის, საუბარია პირად ისაფის ვიზიტებზე, ფრენებზე და ასე შემდეგ, ამას დადასტურებს აგიაშვილის. თქვენი შეფასება და კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით თუ შეიძლება. უდიშ დავაზუსტებ თუ შეიძლება. ანუ ეს ძველი თემა რაც გამოძიება იყო, ის არ არის ახალი სხვა თემაა კიდე? ახალია, კი ბატონო. და 14 მილიონი. 14 მილიონი 24 მილიონიდან. თქვენი კითხვის შემდეგ პირველი რაც თავში მომევიდა ეს სიტყვები ალბათ ყველამ იცის და არ გეუცნაურებათ და ახალი არ იქნება თაგუმა რომ თხარა და კატა გამოთხარა ისე დაემართა ნაცმოძრაობას. ანუ ამ დღეების განმავლობაში კამპანია დაალაგეს და ეს კამპანია დაიწყეს იმით თითქოს პრემიერმა სახელმწიფოს ხარჯით იფრინა კერძო ვიზიტი ამით განახორციელა რაც აღმოჩნდა ტყუილი. საიდან ქონდა ბატონო დაასრულებინემა კითხვაზე პრემიერის მამა საიდან იგივეა და ჩავაკითხები დაასრულებ ბატონო მამუკა დავასრულოთ შეიძლება. მაშინ დააკონკრეტებთ. ვერ დავასრულებ. თავიდან დავიწყოთ ხო მაშინ შეკითხვას გავეორებ საიდან ქონდა უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი კომპანია თქვენ რო ახსენეთ გუშინ ღვინის კომპანიასთან დაკავშირებით წაგებაში არის ანუ მიდის ესე არეგისტრირებული საიდან ქონდა ეს დანაზოგი და ბოდიშ ერთ შევდახდეთ იმ სიტყვებს რა არა ერთი წამით რომელ კითხვაზე გავცე პასუხი ერთი წამით არა არის აბსოლუტურად სხვადასხვა სალომე შეკითხვით დაიწყე და ჩემით გააგრძელეთ თავარას თქო აღარ შემაწყვეტინოს შუა გზაში იმიტომ რომ თქვენ ძალიან გტკივათ სააკაშვილის თემა ვიცით უკიდურესად გტკივათ და ამაზრზენი ხასიათი თქვენი ბელადის არა თქვენი ბელადი აბა დამელოდეთ თუ თქვენ კითხვას ამოუწურავი პასუხი არ გავცე ოღონდ დამელოდეთ მძიმე შეურაცხყოფას ნუაყენებ თქვენ კოლეგას იმიტომ რომ მას ჩაუჭერეთ კითხვა შეფასებას გერჩივნოთ მე რა მირჩევნიეთ თქვენი საქმე არ არის ბოდიში უკაცრავად ერთი წამით უშინდელი თქვენი წარუმატებელი ჩემთან კამათის შემდეგ ეთქობათ დაგავალეს რომ ყველა მძიმესთან კი არა მძიმესთან არ მისულით შემაჩეროთ გუშინ თქვენ მიიღეთ ჩემის ამასთან დაკავშირებით და ეთიკის ამბავიც არის მათ შორის ჟურნალისტური იქიდან გამომდინარე რომ თქვენ კრიტიკული შეკითხვები არა ნახეთ თქვენ დამისვით კრიტიკული შეკითხვა ბოდიში დავასრულოთ შეიძლება თქვა არ შემაწყვეტინოთ ძალიან გთხოვთ კი არ მე დაწყებული მქონდა თქვენ შემაწყვეტინოთ ერთი წამი რაც შეეხება თაგუმად ხარა და კატა გამოთხარა ეს დაემართა ნაცმოძრაობას იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში დაალაგეს ფეიკი სული სიცრუე რომ სახელმწიფოს ხარჯით კერძო ფრენა განახორციელა პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს ტყუილი იყო 3 დღიანი ძალიან მოკლე ფეხები აღმოჩნდა ამ ტყუილს ამის შემდეგ დაალაგეს ახალი ნარატივი საიდან ქონდა პენსიონერ მამას ეს შესაძლებლობა მაშინ როდესაც თავად ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში თავად ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ პრემიერის მამას აქვს ღვინის ქარხანა სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესი და ასე შემდეგ და ამ დროს გამოჩნდა ინფორმაცია ესე ხო არ მოდის რაღაც აქტუალიზაცია რაღაც საკითხის რომ ხდება მაშინ ახალი ინფორმაციებიც ესე ვარდება ხოლმე შემთხვევითი არ არის და დამთხევა ასეთ შემთხვევაში დამთხევით მე არ მჯერა და აღმოჩნდა თურმე როგორც თქვენ მეუბნებით რომ 14 მილიონის ახალი გაფლანგვა როგორც ჩანს აი ამის ნიშნები იკვეთება გამოჩნდა სააკაშვილის ძველი მამაზრზენ ვოიაჟებში თუ აქეთ ჩამოყვანაში ვიღაც აღარ მინდა კონკრეტულად დავასახელო ვიზაჟისტებზე და მასაჟისტებზე რომ არაფერი ვთქვათ აი ესეთი დონის კერძო ვიზიტებზე და ასევე იყო საუბარი ესკობარის საფლავთან დაკავშირებით იმედის კვირამ გააკეთა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული სიუჟეტი და მე ვფიქრობ რომ ეს კიდე ცალკე ყურადღებას იმსახურებს რას კადრულობდნენ ისინი სახელმწიფოს ხარჯებით როგორ იყენებდნენ როგორ ქონდათ სახელმწიფო და კონსტიტუცია ტანზე მორგებული და როგორ არაფრად მიაჩნდათ ხალხის სულ და როგორ ხრავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ფეიკებით ცდილობენ ამის გადაფარვას შეუძლებელია რაღაც პარალელებს ამაზრზენ პარალელებს ავლებენ ხოლმე თვითონ იციან რომ კი არაფერი ეშველება მათ მიერ ასეთ დანაშაულებს ჩადენილს მაგრამ იქნებ რაღაცა მიმსგავსებული მაინც დააბრალონ ხელისუფლებას ამის აი ამ სწორედ თქვენ რა აღმოგიჩენიათ ახლა ახალი ინფორმაცია მიგიღიათ რუსთავიერს ამის გადასაფარად ხდება გახმოვანებული საქამდე რაც იყო და ეხლა რაც ახალია იმის გადასაფარად და ამის დასაპრევენციებლად ხდება ხოლმე ესეთი ფეიქ კამპანიების აგორება ახლა ბრძანეთ თქვენ რა გნებავდათ წერა დაიწყება თუ არა გამოძიება ამ ჩარტერთან დაკავშირებით საიდან ქონდა
პენსიონერ მამას, როდესაც თქვენ ახსენებდით გუშინ რომ მას ბიზნესები აქვს, ეს ბიზნესი არც ერთ მომგებიანი არ არის, როგორც რეგისტრირებულია და ირკვევა და დანაზოგი თუ იყო, აი საიდან პენსიონერს ასე დანაზოგი და თუ ეთანხმებით ბექაოდი შარიას იყოს, როდესაც თქვა. ეს ცხოველსაკუთრების ჯერ პირველ რიგში გასულ დაამატეთ მოგცემ საშუალებას. ნახეთ. პირველი გუშინას თქვი. ეხლა რამდენი ხანი უნდა პატიოსნურად მუშაობს. მაგათ რატო არ უგროვდა? გავიგე. პირველ კითხვაზე გაგცემ ჯერ პასუხს. გუშინ კიდევ ერთხელ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თქვენ პასუხი ამაზე არ და ვერ გამოცით. სწორი იყო რომ ამაზე პასუხი არ გამოცით. 3 დღის განმავლობაში ნაწარმოები კამპანიარულ პრემიერმა იფრინა კერძო ვიზიტით, ფრენა განახორციელა სახელმწიფოს ხაზით ეს იყო ტყუილი. ანუ თქვენ 3 დღის განმავლობაში იტყუებოდით ამაში ხალხს ხილებული. პირველი. მეორე, კიდევ ერთხელ ამის საპასუხოდ შევთანხმდით. ბოლო თქვენი ტელევიზიების, თქვენი პარტიის და ასე შემდეგ გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ რომ ბიზნესები აქვს სოფლის მეურნეობის სფეროში, ღვინის ქარხანა და ასე შემდეგ ეს იყო ტყუილი თუ პენსიონერი რომ არის და სხვა შემოსავალი რომ არ გააჩნია. ეს მარტო პენსიონერზე ნუ გაქვთ აქცენტი, სხვა შემოსავალი რომ არ გააჩნია. ამას რომ ლაპარაკობ და რამდენიმე ხნით ადრე დღეებით თუ თვეებით ადრე რომ გაქვთ ლაპარაკები რომ სხვილი ბიზნესები აქვს პრემიერის მამას უნდა ჩამოყალიბდეთ ახლა. ან ერთია ტყუილი და ან მეორეა ტყუილი. თქვენ ჩამოყალიბდით ჯერ სად მისვლა შეკითხვას პენსიონერს საიდან ქონდა შემოსავალი თუ ბიზნესმენს ქონდა თუ არა შემოსავალი. ანუ თუ კი ეს ადამიანი ბიზნეს აწარმოებს და ღვინის ქარხანა თუ ქარხნები აქვს ალბათ როგორ ახმოვანებთ ამას და სხვა კომპანიები აქვს თქვენ არ გითქვამთ რომ ესენი მომგებიანი არ არის პირიქით საუბრობდით რომ სხვილი ბიზნესები აქვს და ღვინის ქარხნები აქვს და ჩამოყალიბდით რომელია ტყუილი და შემდეგ თქვენ რომ ჩათვლით რომ სიმართლე ეს არის იქ დავსვათ შეკითხვა ხა რაც შეეხება ბოდიში რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას ბექა უდიშარიას დასმულ აქცენტთან დაკავშირებით თქვენ როგორ ახსენებთ მე სიღრმეში არ შევდივარ რატომ წარმოუდგენელია თქვენ როგორი ინტერპრეტაცია გინდათ ისე გულისხმა ბექა უდიშარიას იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც მის სიტყვები მოვისმინე და მყავს პენსიონერი მშობლები რომელსაც არ აქვს სამწუხაროდ რაღაც დანაზოგი იმიტომ რომ ვიღაცას აქვს ვიღაცას არ აქვს ასე თქვენ აყენებთ საკითხს რომ პენსიონერი თუ არის აუცილებლად არ ვიღაცას აქვს ჩემ მშობლებს მაგალითად ასეთი დანაზოგი არ აქვს და მთელი ცხოვრება მართლა პატიოსნად მუშაობდნენ მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა უდიშარიას სიტყვებით ჩემი მშობლების შეურაცხყოფად. არც სხვა იმ პატივცემული და მართლაც მშრომელი და ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ ამას თარგმნით. ეს არის უბრალოდ თქვენი ინტერპრეტაცია და მე ობიექტურად მოვუსმენე ამ შეფასებას და ასე არ აღვიქვით. თქვენ ასე ცდილობთ რომ ჯერ კი არ აღიქვათ, არამედ საზოგადოებამ აღიქვათ და რაღაც ამით რაღაც ელემენტარული მღელვარება გამოიწვიოთ, თუმცა არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი წინადადების, თუ ეს ბუნებრივი არ არის, თუ მას არ ქონია ამისი მიზანი, ვერ გაიყიდება როგორც თქვენ გინდათ ისე. სააკაშვილმა განაცხადა, ბოდიში და შემდეგ თქვენ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ არის ძლიერი და შეიძლება დასავლეთმა მხარი არ დაუჭიროს და მოუწოდა რომ გაძლიერდნენ და ძველი სახეები და ვინ მოუწოდა? სააკაშვილმა გაძლიერდნენ ისეთი სახეებით როგორც არის კობანაყოფია, კირთაძე, ხერხეულიძე, უგულავა და ასევე მეორე თქვენ როგორ ფიქრობთ გაძლიერდება თუ არა და დაუჭერს თუ არა მხარს ასეთ ოპოზიციას დასავლეთი და მეორე კითხვა ნინო ლომჯარიას როგორ ფიქრობთ დაუჭერს თუ არა მხარს დასავლეთი როგორც ოპოზიციურ ძალას წარსულის მძიმეცოდვებით დამძიმებული პარტია ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი. და მომავლის უზრუნველსაყოფად მათი შეთავაზებები ყოველთვის იქნება ისეთი ცრუ, როგორიც მაგალითად მათი სატელიტი NGO-ები თუ მედია საშუალებები არიან. წარმოუდგენელია. ჩვენ ხო ეხლა რაღაც გაგვიუფასურდა ის აღქმები, რაც 2012 წლამდე ქართულ საზოგადოებას ჰქონდა. იმ დღეს საუბრობდით. სოლქმარი სახლში რომ ლაპარაკობდნენ, ტელეფონის ბატარეებს აცლიდნენ, ტელეფონს რომ მათი საუბარი ვინმეს არ მესმის, ამაზე მკაცრად არ დასჯილიყო. აი ესეთი შეგრძნებები და აღქმები იყო აღქმებზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე დღენიათ აქ ქვეყანაში და უმძიმესი რეპრესიები. სადაც არ იყო არანაირი მედია თავისუფლებაზე, ხარ რაღაც მედია ვიღაცას გააკრიტიკებ თავდასხმა მედიაზე. აი როგორც კი გაბედავ და გააკრიტიკებ, კრიტიკა თავდასხმა მედიას და თავდასხმაზე კი არა, კრიტიკაზეც კი არავინ საუბრობდა, ვერავინ ბედავდა იმას, რომ
მათ მიერ მიტაცებული იმედი, მიტაცებული ტელევიზიები, აბსოლუტურად ჩაგრული მედია საზოგადოება, ჟურნალისტები, ამაზე საუბარს ბევრი ვერც კი ბედავდა ერთეულები იყვნენ ასეთი და ეხლა ეს ხალხი წარმოუდგებიან ქართული საზოგადოების წინაშე როგორც მთავარი ევროპელები ამ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ რამხელა ანტიდასავლური აღქმები შეიძლება მართლაც გაჩნდეს იმისგან რომ ნაცი და სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა შეიძლება იყოს დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში? ეს არის ჩვენი ეს არის ღირსება და ეს შეიძლება ესეთი ბნელი ძალა შეიძლება იყოს წარმომადგენელი დასავლეთის ამ ქვეყანაში. ხო შეუძლებელია და მისი სატელიტები ეს იქნება მომჯარია თუ სხვა ადამიანები. ესენი როგორ შეიძლება პოზიციონირდებოდნენ როგორც დასავლელები. ესე იგი დემოკრატია, ეროვნული ინტერესები, ევროპულობა, ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და დემოკრატიის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, ეს მათი გადმოცემით და მათი მცდელობით არის რუსული და ის ავტოკრატია, ის წამება, გაუპატიურება, ეს არის თურმე ევროპელობა. აი ამის გაყიდვას ცდილობენ ქართულ საზოგადოებას, რაც არაზროს გაუვათ. პრეზიდენტთან დაკავშირებით კითხავს, შეხვედრებს მართავს ეს წრეები ოპოზიციასთან. ეცეთ რომ საუბრობენ ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმპიჩმენტსაც ეხება ეს შეხვედრები. თქვენ როგორ ვთქვათ, ამ მოცემულობაში ეძებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში მხარდამჭერებს და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან თუ გქონდათ უკვე საუბარი, როდის შეიძლება სხდომა გაიმართოს, იმიტომ რომ მომდევნო კვირა არის სასესიო, როგორც ვიცით და 5 დეპუტატი უნდა იყოს წარდგენილი. და იგივე კითხვა ჩავიკითხეთ 12 ხმას ოპოზიციაში, ანუ მოვიგული, ანუ თუ ფიქრობთ რომ მოიპოვებთ მხარდამჭერებს? ატყობთ ყველას ნერვებს უშლით. ერთდაგივე ხელსაც და ხელს და ნერვებს ერთად უშლით ყველას. არა ბატონო, ამგად თქვენ თვლით ამასე და დარწმუნდით რომ ოპოზიციაში ოპოზიციის დახმარებით შეძლებს ქართული ოცნება მის იმპიჩმენტს და მოუწევს. ახლა თქვენ კოლეგას მარტო ხელს უშლით, თქვენ ნერვებს არა. არა, იგივე თავი არის ორივე სახერხებს. კარგი. გამოდი მე. აკრედიტირებული ეწამე. გაერთიანეთ ეს შეკითხვა, რომ თითო-თითოდ არ დავსვათ. ეთნება თავად სალომე ზურაბიშვილი თუ ეძებს ახლა ოპოზიციაში მხარდამჭერებს. არ გინდა რა ეხლა მე ვიცი ხა. ემა, კარგი. თქვენ ტელევიზიებით დაკვეთილი შეკითხვებით მარტო თქვენ პასუხი არ ემა არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი. აბა ვერ გავიშენ შეკითხვა დილივეს ეხება. კარგი, ადამიანის მე გაარტევი, ხალხო ერთი წამია ლაპარაკი. ოპოზიციის შეკითხვა. და ჩემ შეკითხვას რატო არ უნდა უპასუხოს და რატო რა ვინ გითხრა რომ არ პასუხობს? ყველა ხო და მაშინ გავაერთიანეთ ერთა იგივე შეკითხვა ხო შემდეგ არის? გაამატე, ხომ არის რესპონდენტი. ბავშვები უბრალოდ იმიტომ რომ მე რომ თქვი ხელს და ნერვებს ერთად უშლით მეთქი, ამის მტკიცებულება ყოფილიყო და აგერ თქვენ თვითონ ვერ შეიკავეთ თავი. თქვენ დამიყვეთ. კარგი. მოდი ვუპასუხებ გიორგი. ჟურნალისტს, რომელმაც პირველი კითხვა დამისვა. მე მიმაჩნია რომ სხვა მიზანი არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტს მას მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის ფორმალური და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს ამ იმპიჩმენტის მხარდასაჭერად პარლამენტში, ჩვენ არ გვგონია რომ ეს ბოლოში გავა, თუმცა ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციის წინაშე ვალდებულებაა რომ ესე უბრალოდ არ გავატაროთ, დავაფიქსიროთ მაინც თუ გადაყენებას, თუ იმპიჩმენტს ფორმალური ხასიათი აქვს, ანუ ვერ ვახერხებთ 100 ხმის უქონლობის გამო, ის მაინც უნდა უზრუნველყოთ, რომ ისტორიას დარჩეს, რომ პრევენციული ხასიათის მაინც იყოს ის, რაც ჩაიდინა, ანუ დაიწეროს ფურცელზე, ფორმალიზაცია მოხდეს ამის, იმიტომ რომ კონსტიტუციის ესე უბრალოდ არ იცით რა კარგ საქმეზე მიდიოდა, ან მიდიოდა ან არა და რატომ არ გაუშვით და მე იმპიჩმენტზე რატო საუბრობთ, როცა კონსტიტუცია დაარღვია რაღაცა ხო არ უქნია ესეთი. აი ასეთი პათოსი არის უკიდურესად დამაზიანებელი. არ არსებობს ევროპული ქვეყანა. არ არსებობს დღეს ცივილიზებულ სამყაროში ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად მოეპყრობა ან მოიხსენიებს და ყველა ვინც კი აი ესე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას. ის არის პირველი ანტიევროპელი. ის არის საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის არის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარეს, რომელიც მთავარი ოპოზიციონერი გახდა. არათუ დამაბალანსებელი, არათუ პოლარიზაციის შემამცირებელი, რაზეც ასე მოგვიწოდებენ ჩვენი ოპონენტები და სამხრივად არ ხდება, სამწუხაროდ და სამხრივი ქმედებების გამო ამ შედეგთან ვერ მივალთ. ის არის მთავარი მაპოლარიზირებელი
და ის არის კონსტიტუციის დამრღვევა და სხვები ვინც ამაში ხარს უჭერენ არიან თანამზრახველები კონსტიტუციის დარღვევაში და ეს არ არის ესეთი უბრალო ამბავი როგორც ამას ცდილობენ ასე გაყიდონ აი ამ შემთხვევაშიც ძალიან ახლა თქვენ შეუთანხმდით ერთად დავსოცვალ საკე მაგრამ ორივეს გავასწრებ ოღონდ დამაცადონ თქვენ ბატონო მამუკა ინტერნეტ გამოცემა OC Media-ს უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე OC Media ეს არის ინტერნეტ გამოცემა ინგლისურენოვანი რომელიც საქართველოში და ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებსაც უშუალოდ და ოპეტის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რის შემდეგაც ვის უთხრა ბოდიში? შალვას უთხრა ვარ, დიახ, შემდეგ? შალვა პაპუაშვილის უწყება შემდეგ დაუკავშირდა უშუალოდ დონორ ორგანიზაციებს ამ მედია საშუალებისას, რომ აი უარი ეთქვა მას და ეს უშუალოდ OC Media-s მხრიდან აღქმული იქნა როგორც ზეწოლა თავისუფალ მედიაზე და მიწებები თუ რა უნდა აკეთონ. თქვენ როგორ შეაფასებთ? ანუ შალვა პაპუაშვილმა ზეწოლა განახორციელა დონორზე? აი თქვენ წარმოედგინეთ ამ მეკითხებით. დონორი ორგანიზაცია ადასტურებს. ახლა მე უნდა განვახორციელო ახლა ზეწოლა BBC-ზე. ეს თქვენი შეფასებით ასე იქნება. მაგრამ ჩემი შეფასებით მინდა გავაკრიტიკო BBC-ს კი არა თუ ის მედია რომელიც უკაცრავად და მე არ ვიცი ზუსტად ვინ არის და რა არის. ნახეთ მაგალითად გუშინ იყო რადიო დებატები BBC-ს ეთერში, BBC-ს რადიოს ეთერში, სადაც ერთმანეთს ჩვენი ძალიან პროფესიონალი და კარგი ადამიანი მარიამ ლაშხი და ქალბატონი თინა ბუკუჩავა ედებატებოდნენ. იქ მოხდა ასეთი რამე. მოდით თქვენ შეაფასეთ. მე მოვყვები ამბავს და თქვენ შეაფასეთ თავს დავესხათ თუ არა ჭყალებში რა თქმა უნდა. BBC-ს წარმოვიდგინეთ. იქ მოხდა ესეთი რაღაცა. იქ იყვნენ შეკრებილები ახალგაზრდები, რომლებიც აღმოჩნდნენ რომ იმ საუბარს უჭერდნენ და ანუ მოცემულობას ხარ სასაც ქალბატონი მარიამი საუბრობდა. ასეთი რეაქციები იყო და როგორც კი ეს გახდა იქვე ცნობილი ამ რეაქციების მიხედვით ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს რომელსაც ერთი კითხვა უნდა დაეცვა 6-დან და ეს წინასწარ იყო დაორგანიზებული და შეთანხმებული არ მისცეს ამის საშუალებით რომ 5 კითხვაზე დაამთავრეს. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ გავბედოთ ასეთი კადნიერება გავბედოთ რომ გავკადნიერეთ იმიტომ რომ გავაკრიტიკოთ თუ გავჩუმდეთ რომ თავდასხმად არ შეაფასოთ. და მოცემულ შემთხვევაში თქვენ რასაც მეკითხებით. აქაც როგორც ჩანს მე არ მართლა არ ვიცი დეტალები გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ როგორც ჩანს ეს მოცემულობა იყო და როდესაც ცალმხრივია, სუბიექტურია და ამის რაღაცა კონკრეტული მიზეზები, მაგალითები და მტკიცებულებები არსებობს, მიზეზებს გამორკვევა და მტკიცებულებებს წარდგენა უნდა იმათთან მაგალითად ვინც ამას აფინანსებს. რომ დონორმა თუ უნდა იცოდეს ჩვენი აზრით დაუშვათ. მე ხო არ ვიცი ეს ამბავი. უბრალოდ ესეთი წარმოდგენა მრჩება შალვა სამქმედებასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ მის ობიექტურობაში ძალიან გულწრფელად, შალვას ხასიათიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკოსის და როგორც ადამიანის, რომ ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დონორს ცოდნოდა სუბიექტურობის შესახებ. მე შემდეგ დონორის გადასაწყვეტია. როგორ შეიძლება საქართველოსდან ვინმე რომელიმე პოლიტიკოსმა შეძლოს დონორებზე ზეწოლა. ზეწოლა იყო რაც ხდებოდა ნაცების დროს, ახლა ხდება სხვა რამ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და მათ შორის თუ კი დონორს ჩვენ გავაგებინებთ რა ხდება ეს რომ ზეწოლად შეფასდეს წარმოუდგენელი ამბავია. ერთი არა შემიტახთა მაგაზე. მიხელ სააკაშვილის მიერ თავარი როგორ აცდის ფორმულა, თავარი როგორ აცდის ფორმულას ეს რაღაცის ნიშანი. რა თქმა უნდა ყველას გულს. მიხელ სააკაშვილის გუშინ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, სადაც არა, სხვაში არსი იყო. უკაცრავ. რომელიც საუბრობს ამ წერილში, რომ ქართული ოცნება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მივიღოთ და ეს რაც შეიძლება სკანდალების ფონზე მოხდეს, ვინაიდან ქართულ ოცნებას თავისი ამუშავარი, ასე ვთქვათ, პუტინის მხრიდან დაუფასდეს და ასევე დაძენს იმასაც, რომ უკვე მიმდინარე წლიდან ბიძინა ივანიშვილი გეგმავს რეპრესიებს სხვადასხვა სახით, მათ შორის დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებთან მიმართებაში და თქვენ შეფასებით მიმდინარეობს თუ არა რეპრესიები კრიტიკულ მედიასთან მიმართებაში, ან აიმე სკანდალები ხომ არ ზდევს თან ამ ევროპისკენ მიხეილ სააკაშვილი და მისი მედიებიც, მისი სატელიტი NGO-ებიც, მისი ასე ვთქვათ მხარდამჭერები ლიდერებზე მაქვს ამ შემთხვევაში უფრო ზუსტად რომ ვთქვათ საუბარი არა თუ დამახინჯებას ფაქტებისას ბედავენ და ცდილობენ. არამედ უბრალოდ თეთრზე შავს
საუბრობენ. მეტი გამოსავალი როგორც ჩანს მათ არ აქვთ, აქაც არ იქნება წარმატება, დამიჯერონ. იმიტომ რომ როცა მიხეილ სააკაშვილი მედიის თავისუფლებაზე საუბრობს, უფრო მეტი თავხედობა რა შეიძლება იყოს, უცებ მაგალითი არ მოგაფიქრდება ადამიანს. გავიმეოროთ. მიხეილ სააკაშვილი საუბრობს მედიაზე ზეწოლაზე და მედიის თავისუფლებაზე. უფრო მეტი თავხედობა რა გაფიქრდებათ? აი, უცებ წარმოვიდგინეთ, რა პირდაპირ ეთერში რომ აიღო შტურმით ტელეკომპანია. ერთ ხმაში რო ლაპარაკობთ, გაქვთ ის კადრები ნანახი. 3 ტელევიზიის წამყვანების საკადრო ტექსტები როგორ ემთხოვა ერთმანეთს? ეს გაქვთ ნანახი? და მისი ავტორი ლაპარაკობს მედიაზე, ამას ბედავს? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკე აღებული ეს თავხედობა და მეორე ერთადერთი მთავარი ხაზი და მესიჯი მათი მავნებული PR სტრატეგიის არის საქართველოს ხელისუფლების, ანუ ქართული ხალხის ამდენი წლის არჩევანის PR-ული პროპაგანდისტული გარუსება. აი ამ ხაზში არიან. სადაც არ უნდა წავიდნენ, გადმოუხვენ, თავარია უნდა თქვა, რომ ეს ხელისუფლება არის რუსული, არის პუტინისტური, პუტინის დავალებები. აი წარმოვიდგინეთ თავხედობის ხაზს. რა პუტინის დავალებები. ხანდახან თქვენ რომ გაწყობთ ხოლმე, აი გაგახსენეს მაგალითად მათი რუსი პროპაგანდისტების ან პოლიტიკოსების განცხადებებს, როგორი დამაზიანებელია ხოლმე საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლების. იმ დღეს ხუმრობთ და ახლა ხუმრობით გეტყვით. ეს გადაუხვიოთ ერთი სამეთ, რომ რაღაცა ელემენტარული რაღაც ფორმატის გარდა, აბაშიძე კარასინის ფორმატის გარდა ელემენტარული ურთიერთობა რო იყოს პირველი ის უნდა თხოვოთ, ხუმრობით ვამბობ, რა თქმა უნდა, რომ ასეთი განცხადებები არ აკეთონ, იმიტომ რომ პირველი რაცაც აზიანებენ ეს არის ჩვენი იმიჯი და პირველი ამოცანა თქვენი, ანუ ნაცმოძრაობის ტელევიზიების სრულდება, რომ სატოპკეს ეგრეთ წოდებულს გიწევენ, რომ რაღაცა შემდეგ კვირების განმავლობაში განახორციელოთ ეს მავნებლური დარტყმები. ამასთან გვაქვს ჩვენ რეალურად საქმე. ამ დროს, ესე იგი, სააკაშვილი იმ სიბნელიდან უგვევლინა თითქოს ის არის თავარი წარმომადგენელი დასავლეთის ამ ქვეყანაში. თავისი წამების დატეღანას ვისაუბრე ყველაფრის ფონზე და გუნდმა, რომელმაც მოახერხა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელმაც მოახერხა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და დიდი ნაწილის შესრულება, რომელმაც მოახერხა ევროპული პერსპექტივის მიღება, მაშინ როდესაც პირდაპირ ინტერესი იყო, რომ ეს არ მომხდარიყო ასეთ და კანდიდატის სტატუსი სწორედ ამ ინტერესის გამო არ მოგვეცა შაშანა დაიჩაგრა ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად უსამართლოდ, ეს არა მხოლოდ ჩემი შეფასებაა და წელსაც ცდილობენ, მუშაობენ ამაზე და სხვათა შორის უკაცრავად თქვენ მე პიროვნულად შეიძლება არ შეგეხოთ, მაგრამ თქვენი ტელევიზია ხო ფორმული დამზადები თქვენ. თქვენი ტელევიზია რომ ამ მიზნით მტკიცებულება დაიდო ფარაში წარდგენილი ლობისტების მე წარდგენილი დოკუმენტის სახით, რომ თქვენი ტელევიზია პირდაპირ ლობისტებს ქირაობს ამ მიზნისათვის, რომ საქართველოს არ მიიღოს სტატუსი. ბოლოს ხო აქ მივდივართ. ლოგიკური ჯაჭვი ხომ ეს არის. ტელევიზია ფორმულა, ანუ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი შტო ქირაობს ლობისტებს, რომელი ლობისტების თავის მხრივ იქვე უთითებენ ფარაში ამერიკაში რუსული კანონი რა თქმა უნდა ჭყალებში ამ რუსული კანონის საფუძველზე ფარაში წარდგენილი დოკუმენტების იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და უკავშირდებიან ლობისტები კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელიც სლამს საქართველოს დამაზიანებელ კითხვებს. ასე ხომ იყო. შესაბამისად ამისა, ესე იგი ფორმულამ დაიქი გაუსყდა ეს სკანდალია, ხო ჩვეულებრივი. გაუსყდა ამბავი, რომ ფორმულამ დაიქირავა ამ ესე იგი ამ მიზნის ახსრულების საწინააღმდეგოდ ევროპული მიზნის ახსრულების საწინააღმდეგოდ ლობისტები. ეს მტკიცებულება გვაქვს ხელში და ამ დროს რუსეთ უმეებს ეძახით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც არასდროს, ბოდიში, როგორც არასდროს. აი წარმოიდგინეთ აქ რა ხდება. რომელ მედიის არათავისუფლებაზეა საუბარი ხალხო. ანუ აი ადამიანები მაგალითად რომელიმე გულწრფელობა და პოლიციელს რეაგირებას ვთხოვთ მაგალითად და არ რეაგირებს მისაღებად. აუცილებლად უნდა მოთხოვოთ, ვითხოვთ, არ ვიცი კონკრეტული შემთხვევა მითხარით მაშინ. მე მქონდა კონკრეტული შემთხვევა, მაგალითად რაც არ ვიცი იმას რომ მკითხავთ. იქ კონკრეტული ამბები იქნებოდა. ყოველთვის როცა თქვენი ჟურნალისტები რაღაცას მეკითხებიან, იქ მოცემულობაში შეიძლება კაცი აღშფოთდე. ამ დროს გაირკვევა ხოლმე რომ თუმცა ცოტა სხვანაირად ყოფილა ამბავი და ამიტომ ისეთ რაღაცას რომ მკითხავთ, რაც რის შესახებაც მე ინფორმაცია არ მაქვს, თქვენ რა თქმა უნდა სამხრივ იქნებით თქვენს კოლეგას ფორმულას მაინც დაუთმეთ ბოლომდე. შესაბამისად ამისა მოცემულობა რაც ჩემთვის ცნობილია. ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ
მე როცა გავარკვევ, აი შემდეგ ხო აქ ხართ ჩვენ და სამაგრელოში ვაგზავნეთ ამ ტურს. ხვალ დამისვეს შეკრა გარკვეული მექნება თქვენი სახელი და გვაქვს შემდეგ გამახსენეთ ეთერის შემდეგ და დარწმუნებულა ცოტა სხვანაირად იქნება და ეგ ამბავი. 2 წლის წინ უარი ეთქვა საქართველოში ჩამოსულ ამერიკის თავდაცვის ამერიკის შტატების თავდაცვის დივანს ოსინ საქართველოში ამერიკული ოსინი არ არის. 10 კითხვა დასვდა. ოსტინი. ანუ სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით ისინი დებენ პირობას უსაფრთხოების საქართველოს და ეს იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე. რატომ ეთქვა უარი, რა იყო ამის საბაბი? მაშინ სადაც რომ მეორე ფრონტის გახსნა და ამის შანსი არ არის და თუ ქმნიდნენ ისინი გარანტიებს უსაფრთხოების, მაშინ რა იყო ამის წინაპირობა, რომ უარი ეთქვა? შეიძლება კითხვა დაგიბრუნოს. მარტივი. ვინ თქვა ეს ამბავი? ასე ვინ მოყვა რომ ასე იყო? თქვენ ისე მეკითხებთ თითქოს ასე იყო. ვინ არის? წყაროს ამბობას აყენებთ ჭყეეს. როგორ გედავ თუ რა? თუ ეს არა, ეჭქვეშ თუ აყენებთ ის გითხარით, თუ არ იყო ფაქტი და არ არა, მე რო ვიცი რომ რაღაცა არ იყო და თქვენ ისიც გითხარით. ნახეთ. ჯერ ერთი ასე საკითხი არასდროს დამდგარა მე როგორც ვიცი. თქვენი წყარო ჩემი ინფორმაციით ტყუის. ამ წუთში მე არ გითქვა ამ დარწმუნება ის საკითხი. ანუ არ უნდა ჩემ მეთქონს, რა ვიცი, მე ესე მგონია, მაგრამ ზოგადად დიდი წარმოდგენა კი არა მაქვს საკუთარ თავზე. თავმდაბლობის გამო ამას არ ვამბობ, მაგრამ ყოველ წუთში ანუ არ ჭირდება, მე მგონი ჩემ ნათქვამს. შეიძლება ანუს გარეშე გავიაროთ? სალომე დასვიკითხოთ. არა, უნდა ბოდიში. ნახეთ. ანუ არ ჩამეჭრათ ანუთი და კი პასუხეთ. პირველი. ეჭქვეშ კი არა ვაყენებ. ერთი ისეთი ამხელა ამბავს ამბობთ. რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი ოსინია თქვენ ამბობთ, მაგრამ ოსტინი სინამდვილეში რაღაცას გვთავაზობდა, ჩვენ უარი უთხარით, ახლა თქვენ სკანდალი გამოაცხადეთ, თითქოს ამიდან თითქოს მართალი იყოს ეს ამბავი. ჩემი ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ რადგან გაქვთ, იქნებ წყარო არ არის ეს ისეთი ამბავი, რომ წყაროს რაღაცის შიში კონდეს. ანუ ადამიანსაც კი არა თუ რომელიმე უწყებას, არა თუ რომელიმე ქვეყანას, არამედ ადამიანსაც კი ერთ კონკრეტულსაც ვერ ასახელებთ, ვინც ეს თქვა და ახლა ბევრ რამეს მოიგონებთ თქვენ, ისედაც იგონებთ. და წყაროს დააბრალებთ და მე შემეკითხებით ეს რამდენ რამეს მოიგონებთ ამაზე ყველაფერს პასუხი არ შეიძლება სერიოზულად ეს ერთი და მეორე და არა ადამიანთორე და მეორე ასე რომ ყოფილიყო აი თქვენი მონაგონი ამბავია თუ არ არის ამას დავალებოთ თავი თქვათ ასე იყო თქვენ მიგაჩნიათ რომელიმეს რომ უსაფრთხოების გარანტიები რომელიმე თუნდაც ჩვენი პარტნიორი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ბაზების განთავსებით არის იქნება უზრუნველყოფილი. ერთ-ერთი გარანტია კი არა, ერთ-ერთი კი არა. ერთადერთი გარანტია ნატოს წევრობა უსაფრთხოების. და ესე რო იყოს ვიღაცა ერთმა მეგობარმა თუნდაც ძალიან ძლიერმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ მეორე ქვეყანაში უბრალოდ ბაზა განათავსოს და ამით იქნას ქვეყნის უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების რისკები განულებული და არა გაზრდილი დამასაც შემთხვევით არ ვამბობ. მაშინ რა საჭირო ეს ნატო? თქვენ ეხლა ერთქვეშ დააყენეთ ფაქტურად ნატოს არსებობის მნიშვნელობის და ეს აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი გახადეთ. რა საჭიროა მაშინ ნატო პათოსი ეს გამოდის. რა საჭიროა ნატო განათავსებენ ეს ქვეყნები ერთმანეთის ქვეყნებში ერთმანეთთან სამხედრო ბაზებს და დამთავრდა რა თუნდა ეს ნატო რა საჭიროა მაშინ. ასე გამოდის და ასეთ რაღაცებს მივიზავთ. მე ეს ასეთ ინფორმაციების ესე უაპელაციოდ გავრცელება. რამდენად ქვეყანას ადგება, არ ადგება, ასე ისვრით ამ სიტყვებს წყარო თქვა რომ ამერიკელები გვეუბნებიან. ისე ლაპარაკობ და ისე ჭორავთ ამ თემებზე წყარო თქვაო და რაღაც არ არსებული წყაროების მითითებით. თითქოს რაღაც ის იყოს მეზობლებში გადალაპარაკება. ეს ამბები აზიანებს თუ არა ამ ქვეყანას ასეთი რაღაცების ესე შეიძლება ნახეთ არის რაღაც საკითხები რაც არის იმდენად მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რომ სიმართლე რო იყოს ეს სიმართლე შეიძლება ხო ბევრი სიმართლე გვაქვს ახლა ჩვენ მაგალითად რასაც ვერ ვიძახით კულისებში იმდენი რამე ხდება რასაც ვერ ვიძახით იმიტომ რომ უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის რომ რო თქვა შეიძლება რა ხდება და როგორ ხდება და რას უძლებთ და ასე შემდეგ შეიძლება 20%-ით გაიზარდოს ჩვენი რეიტინგი მაგრამ ამაზე უარს ვამბობთ ერთადერთი მიზნით რომ სახელმწიფო დაზიანდება და თქვენ ამბავს მოგონვის თუ არა მოგონვის ესე კულისებიდან ისვრით არსაიდან ისვრით ან კულისებში არის თუ არა ვიღაცა სიტყვის მერე გადააკეთეთ ან საერთოდ მოიგონებთ და ამასთან დაკავშირებით მერე პასუხს თხოვთ ტელეკამერების წინაშე პოლიტიკოსებს არ შეიძლება ასე ან წყარო დაასახელეთ ან რაღაცაკენით და კიდევ ერთხელ ნატოს არსებობის მნიშვნელობას ნუ დააყენებთ ეჭვის ქვეშ. ას სამხედრო ბაზა განათავსა ქვეყანამ, შენმა მეგობარმა და დამთავრდა უსაფრთხოა თურმე ქვეყანა და ასე არ არის.
ასე მარტივად, ასე პრიმიტიულად, როგორც თქვენ აყენებთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ საზოგადოებას რაღაცა მოატყუოთ და რაღაცები ახალ ნარატივები შემოიტანოთ, რამენაირად გაარუსოთ საქართველოს ხელისუფლება. ამისთვის, ამ მიზნისთვის, ამ დაბიო მიზნისთვის, ასეთი რაღაცების კადრება არ უნდა შეგეძლოთ. ქალბატონს უთხარით, რომ დავამთავრებთ თუ რა ინტერვიუს, იმ წუთას მოვალ ქალბატონო არ წავალ ერთ შემთხვევაში. კი საუბრობთ იმპიჩმენტზე, მაგრამ იცით რა კონტექსტი გვაინტერესებს, რომ აი ოპოზიციასთან შეხვედრების მერე სალომე ზურაბიშვილმა შეკრაღაცა განაცხადა, რომ ეჭვობს, რომ 100 ხმას მოაგროვებს საქართველოს. აი წეღანაც ყომასთან დაგა. ხო, მაგრამ აი ამ კონტექსტში, რის საფუძველზე ფიქრობს თქვენი ერთად როგორ ფიქრობთ? ან ვის მოიაზრებს ოპოზიციაში იმ ადამიანებს? მე როგორ ფიქრობ, რის საფუძველზე ფიქრობს? შეხვედრების მერე გააკეთა ეს განცხადება. შიშის საფუძველზე. შიშის საფუძველზე ფიქრობს, რომ ჩვენ ვახერხებთ ხმების შეგროვებას მის გადასაყენებლად. ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი საფუძველი ამას არ აქვს. უბრალოდ ეხა თუ ისე სახელმწიფოებრივად იაზროვნა ყველამ ესე დიდი მოლოდინი ჩვენი ოპოზიციისგან არ მაქვს. შეიძლება ცალკეული ადამიანები ასე ფიქრობდნენ, მაგრამ მათი უმრავლესობისგან, ოპოზიციის უმრავლესობისგან ასეთი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს ხო კონსტიტუცია, ეს ხო ამის დარღვევა ხო მარტივი ამბავი არ არის. ეს ხო იმპიჩმენტს ითვალისწინებდა. ასე სახელმწიფოებრივად თუ იფიქრეს, ესე იგი იმპიჩმენტს ხარ დაუჭერენ, ხო? და თუ სალომე ზურაბიშვილს ეშინია ოპოზიციის სახელმწიფოებრივი აზროვნების, კონსტიტუციის პატივისცემის და ფიქრობს, რომ ამას შევძლებთ მათთან ერთად და ამის გამოსარიცხად იბარებს თავისთან და ეხუება, ეს არ ვიცი ნამდვილად იქ შიგნით რაზე ლაპარაკობენ. ანუ შიშია საფუძველი იმის, რომ არ გადააყენონ. ჩვენ არანაირ ცდელობას არ ვაპირებთ, რომ დაუჯდეთ ეხლა ცალკე და კაბინეტებში ვეხვეწოთ მას და მათ და კონსტიტუციები დავმართოთ, რომ თქვენი ჭირიმე იქნება კონსტიტუციის დარღვევა. დავარქვათ კონსტიტუციის დარღვევაა, ეს როგორ უნდა შეეხვეწო ადამიანს? თვითონ ხო იციან ჩვენზე არანაკლებად კარგად რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა და იმპიჩმენტს ითვალისწინებს და თუ პრეზიდენტის თანამძღოლები იქნებიან კონსტიტუციის დარღვევაში, არ დაუჭერენ ხარს, თუ არ იქნებიან დაუჭერენ მარტივად არის. საკითხი ამ შიშობს არ აქვს. ლომჯარიაზე შეგეკითხეთ და ერთიანად იყო საუბარი. ნინა ლომჯარიას მიერ შექმნილი ახალი პლატფორმა რამდენად ძლიერი იქნება? დაუჭერთ თუ არა ის პლატფორმას მხარს დასავლეთი აი ამ არჩევნების პერიოდში? მოდი მარტივად და მოკლედ გიპასუხებთ. აი ავიღოთ სამი ტელევიზია დაუშვათ საქართველოში. თავარი, არხი, ტვ პირველი და ფორმულა. და წარმოიდგინეთ, თავარი არხი რაშუაში გაწ სამი ტელევიზია ვახსენე და თქვენ რატო იღებთ ყველაფერს თქვენ თავზე რაღაცა ხიბლში ხართ ჩავარდეთ გუშინდელს მერე. და ჩემი ყურადღება განსაკუთრებით გსიამოვნებთ და რატო მოხდა ეს ასე არ ვიცი. ნახვის მონატრები. არა, ვერ ხვდები თავარ არხს ჩემი ყურადღება ასე სიამოვნებდეს, არ ვიცი. მოკლედ, ნახეთ სამ ტელევიზიაზე ვლაპარაკობ, არა მხოლოდ თქვენზე. კიდე ერთხელ გავიმეორებთ ეს არასწორი განცდები რო არ დაგხსნით. თავარი არხი ტვ პირველი და ფორმულა. აქედან წარმოიდგინეთ რომელიღაცა რო გამოვიდეს ახლა ამ ნარატივიდან რაშიც არიან და თქვა რომ არა ჩვენ აღარც ნაცები მოგწონს ისინი საერთოდ ხელისუფლება არ მოგწონს და ჩვენ აი ის ადამიანები ვართ ვინც მუშაობთ იმაზე რომ შუაში აი კარგი უნდა ვთქვათ ქართულ ოცნებაზეც კარგი უნდა ვთქვათ ნაცმოძრაობაში თუ რამე კარგი ყოფილა თუ რამე ცუდი ყოფილა ორივეზე ცუდი უნდა ვთქვათ ამას მოახერხებს რომელიმე მაყურებელი ვინც ამას მოისმენს ჩათვლის რომ ნაცები მოახერხებენ და ან მათი ნაწილი ან მათი სატელიტები მათ მესიჯ ბოქსზე მჯდარი და მათი მესიჯ ბოქსის და ინტერესების გამტარებელი რომელიმე ადამიანი იმას მოახერხებს რომ რაღაცა შუაში წარმოაჩინოს თავი მაშინ კი ბატონო მაგრამ ეს რო ასე ვერ მოხდება ხო ძალიან კარგად იცით ის გუშინ რომ ამბავი დატრიალდა და მარტივი ლოგიკური ჯაჭვი რომ შეიკრა ზოგი ლაპარაკობს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ზოგი ლაპარაკობს რომ ერთი შანსი არ აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრობის ზოგი ლაპარაკობს რომ როგორც ბალტიის ქვეყანაზე საუბრობდა ამ ქვეყანაში ისე უნდა გადააყენონ ხელისუფლება გადააყენონ არჩევნებში მოიგონო ოპოზიციონერი მაგრამ გადააყენონ ხელისუფლება ანუ რევოლუციისკენ მოუწოდეთ და პირდაპირ ასევე მათი ნაწილი როდესაც საუბრობს რომ შესაძლებლობის ფანჯარა ეხლა ის და აფხაზეთში ჯაოსეთში უნდა შევიდეთ და თითქოს ომით უნდა დავიბრუნოთ ეს ქვეყნები და არ ამშვიდობით და განვითარებით და ომისკენ პირდაპირ მოწოდებებია აი ამ ჯაჭვიდან ჯაჭვში როცა ალაგებდნენ მესიჯებს და წვიმა რომ ერჩივნათ წვიმა ბომბების ეს ხო იმ დღეებში შემთხვევითი არ იყო ეს ხო წამოწდენა არ იყო ანუ მხარდაჭერა იბიბი თუ პირდაპირ აი ამის ავტორები
შეიძლება რომ ნაცმოძრაობას და ომის პარტიას ისე გამიმიჯნონ, რომ ვიღაცამ დაიჯეროს, რომ ის ნაცებისგან არის და დავალებებისგან არის გამიჯნული, რაც ყველაზე მთავარია. ნაც რა უჭირს? ნაცები ხო იმით არიან ყველაზე სუდები. მარტივად რო თქვა, რომ დავალებით მოქმედებენ, დავალებით აკეთებენ და აფუჭებენ იმას, რასაც ჩადიან. ყოველდღე არა მხოლოდ წარსულში, დღესაც. აქედან გამომდინარე, მათ არ გამოუვათ ეს საზოგადოების თვალში შუაშისტობა და მოტყუება თორემ. კი ბატონო, სხვათა შორის მთავარმა არხმა სცადა, რომ ხაბეიშვილისთვის დაერტყა, TV პირველმა სცადა, რომ მათი რაღაცა რომელიღაცა კლანისთვის დაერტყა და ლელო და ეს შუაშისტები ვითომ შუაშისტები როგორც უნდათ მათ. მიკროფონია ბატონო. და შეგიძლიათ სხვა არხები. ამიტომ არ გამოვუდი. სხვა არხები რა შეიძლება ნიმე სხვა დავადანაშაულებით მაშინ ნაცმოძრაობის საუბრობდით ტელევიზიებთან. ხო და ყველა თავისი პოზიცია აქვს და შუაშისტი არ არის და ვერასდროს ვერ იქნება. ნინო ლომჯარია, რომელიც არის სამწუხაროდ ამის თქმა რო გვიწევს ერთ-ერთი მთავარი მიმღები დავალებებისა. ვისგან? გლობალური ომის პარტია ჩვენ ხო შემთხვევით არ გვიხსენები. ჩვენ ხო რაღაცებს ვერ იდებით იმის იქით. და ჩვენ ხო გუშინ მაგალითად თქვენთან ერთად გავშიფრეთ ის ჯაჭვი. ომისკენ მოწოდებები საქართველოს რომ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამაზე რომ ლაპარაკობენ და ერთი შანსიც არ აქვთო და ის რომ ხელისუფლება უნდა გადააყენოთო. ეს ხო ცალ-ცალკე არ უნდა აღვიქვათ. ამას ხო უჭერს მათ შორის ქალბატონი ნინოს ამ მოცემულობას ხარ და როგორ? არა, იქნებ მე მიპასუხოთ. მოდი მაგას ბოლოს გავაკეთებ თუ შეიძლება. აი ნინო ლომჯარიაზე მინდა გკითხოთ, რომ სახაროვის პრემიაზე პლურალიზმის მხრივ შეტანილი წვლილისთვის და წარადგინეს და რას ნიშნავს ეს თქვენთვის რომ ვთქვათ? ნინო ლომჯარიას გაპიარების მცდელობა, რომ ქართულ ხალხს ეხლა უნდა შეაზაღონ ნინო ლომჯარია, როგორც პლურალისტი მთავარი, პლურალიზმში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი და რა ვიცი ხა, ნინო ლომჯარია წვლილი კი ვიცი, სახალხოდამცველის გარდა ყველაფერს აკეთებდა. იყო გამოკვეთილი ოპოზიციონერი, მაშინ როდესაც უნდა ყოფილიყო სახალხოდამცველი და რაც არ უნდა ეხლა დაულაგონ და პრიზები გადასცენ ნომინაციებზე წარადგინონ, ბოლოს შეიძლება ნობელის პრემიაზე წარადგინონ, ქართული ხალხი რამენერად შეცდომაში შევიდა და მისგან გამოიყვანონ რაღაცა ცალკე მდგომი ლიდერი, ის ვერასდროს გაემიჯნება. რა თქმა უნდა, მის წამოწევა ხდება ამით და ვერასდროს გაემიჯნება ვერც ნაცმოძრაობას და ვერც იმ ხალხს ყველას ერთად კრებსითად, ვინც წარმოადგენს გლობალური ომის პარტიისგან დავალებების მიმღებს. ამას ვერ გაექცევიან ისინი. ერთი მესიჯ ბოქსი აქვს და რანაირად ხა მესიჯ ბოქსში რო შეცვალონ არ აწყობთ. არ ცვლიან და ერთნაირად ლაპარაკობენ თუთიყუშებებით და ამიტომ ამ დავალებებს ვერ გაურბიან და დავალებას რო აძლევს ადამიანი თუ რაღაცა სერიოზული ძალა. მერე რაღაცებსაც უზრუნველყოფს რომ ხარი დაუჭირონ და ამ ხარდაჭერის მისი წამოწევის ესეთი მცდელობაა. ბატონო, აი ეს ჩაგიკითხოთ, ევროპარლამენტში გამოსვლის დროს უსუამ თქვა, რომ უკრაინის, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნების ადგილი ევროპაშია, მაგრამ იქვე არ ვთქვათ საქართველოზე. თქვა მხოლოდ ის, რომ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელია და იმიტომ ეხლა ჩამიგდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, ესე იგი, თქვა მხოლოდ ის, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობა ქართული ხალხისათვის. რას ნიშნავს ასეთი განცხადება მას შემდეგ, რაც ბორელის კრიტიკა იყო, ანუ კრიტიკის შემდეგ და რატომ არ განიხილავენ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას გვერდით და ასევე საქართველოს მომავალი ევროპაშიო ეს ევროკომისარი ევროკომისრის პრეზიდენტმა ტრიბუნიდან არ თქვა, როგორ შეაფასებთ ამას და საერთო მოცემულობა რო შეაფასებთ რატოას? არ გამაჩერეთ პირველიც. არა. იმიტომ რომ ყველა სამივე გავაერთიანე შეკითხვა და კონკრეტულად მე გავაჩერე ემა. არა მას ხელს უნდა აფარებთ ზეწოლაში ზეწოლად დააკვალიფიცირებს. ჩემი პასუხი ასეთია. შარშან საქართველოს დაიჩალა, ეს უდავოა. და თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმები ცხადყოფდა ამას. წელს საქართველოს არ უნდა დაიჩალოს. როგორც ბატონი ბორელის განცხადებიდან და შედარებიდან ჩვენ გავიგეთ, მათ მიაჩნიათ, ჩვენს მეგობრებს მიაჩნიათ, რომ თუ კი საქართველოს დაბალქულებს დაუწევს ვიღაცა და ამ ქულებს შემდეგ დააბრალებს იმას, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგცემენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეს ქულები ხელოვნურად დააკლეს. ანუ პროფესორი ცუდი შედარება ჩემი აზრით, მაგრამ პროფესორი სტუდენტთან არ მოიქცევს სწორად. პროფესორი, რომელიც დაჩაგრავს სტუდენტს, უნდა ელოდეს ასევე სამართლიან შენიშვნას იმისას, რომ ეს ქვეყანა
უსამართლობას არ ეგუება. პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს ზუსტად და მკაფიოდ აღნიშნა და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ობიექტური დამკვირვებელი და ნებისმიერი ქართველი, რომელიც ობიექტურად აკვირდება ამ მოვლენებს, ამაყი იქნებოდა პრემიერის ამ სიტყვებიდან გამომდინარე. საქართველოს და ქართველი, მისი მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის არ ეგუება უსამართლობას, არ უყვარს საქართველოს მოქალაქეს ის ისტორიულად ასე არის უსამართლობა. თქვენ შემბერძნით რა შემაწყვეტინებდით? დაარღვიეთ კიდევ ერთხელ მოვიტყუეთ და საქართველოს არ შეეგუება არასდროს უსამართლობას და ყოველთვის თავის მეგობრებთანაც იქნება პრინციპული და ჩვენ მეგობრებს ყოველთვის ვეტყვით რომ თუ კი ჩვენ შეფასების კრიტერიუმებით ვართ მოწინავეები ყველა მნიშვნელოვან დარგში და სფეროში, მაშინ როგორ შეიძლება თუ არა არასამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაშინ ლეგიტიმურია ყველა ის რეალური ამბავი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა მოთხოვნებთან ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და ნუ გააძლიერებენ, რასაც ისინი თავად ეძახიან რიგ შემთხვევებში. გახსოვთ ხო ბატონი გორელის ეს სიტყვები? რუსულ დეზინფორმაციას თუ ეს რუსული დეზინფორმაციაა, თავად ნუ შეუწყობენ ხელს ამ დეზინფორმაციის კიდევ უფრო აქტუალიზაციას, მაგრამ ეს დეზინფორმაცია კი არ არის. რეალურად ის რომ ეს კანდიდატის სტატუსი და ეს თემა გამოიყენება სხვა მიზნებისათვის გარკვეული ძალების მიერ და ცდილობენ გარკვეული ძალები, საკმაოდ გავლენიანი ძალები თანამედროვე სოფლიოში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის არ მიცემა ქართული ოპოზიციის, ომისა და ღალატის პარტიის გავლით გამოიყენოს საქართველოს საწინააღმდეგოდ და ამიტომ იბრძვიან და ირწვიან ისინი და ამიტომ ქირავობენ ლობისტებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ჩვენ მეგობარ ქვეყნებში დაზიანდეს საქართველოს არ შეიძლება იმიჯურად რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს და ომისკენ წავიდეს, მეორე ფრონტისკენ წავიდეს ეს ქვეყანა. არც მეორე ფრონტი იქნება და არც ომი იქნება და არც ხელისუფლების, არც ძალადობრივი და სხვა სახის ცვლილება იქნება, იმიტომ რომ ქართველი ხალხია მთავარი, ვინც ამასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კრავს ლოგიკურ ჯაჭვში. და ქართული საზოგადოება არის იმდენად შემდგარი, რომ ამ ყველაფერს ზუსტად ხვდება. რას ვილაპარაკეთ მე ან ჩემი რომელიმე ოპონენტი? ამას იმდენი მნიშვნელობა კი არა აქვს. შემდეგ შეფასებას აქვს ხალხის მიერ მნიშვნელობა და ხალხი აფასებს სიმართლეს. და როდესაც საქართველოს დაჩაგვრას ვინმე მოინდომებს, ქართველი ხალხი ამას შეაფასებს სწორად. ეს არის მთავარი გარანტი ამ ქვეყნის წინსვლის და მომავალზე ორიენტირების ევროპულ ღირსეულ მომავალზე. ბოდიში კონფერენციაზე. კი ბატონო, კონფერენციებს არ შეეხება, გრძელდება სამეგრელოში ამ ძალიან მაგარ და გამჭრიახი ხალხით დასახლებულ მხარეში. ჩვენი ტურნე ასე ვთქვათ, პარტიული კონფერენციები, ვირჩევთ ახალ თავმჯდომარეებს და ვირჩევთ ბიუროებს, თითოეულ მათგანს უსურვებ წარმატებას, ისინი ამაყები და დარწმუნებულები არიან დღევანდელ თავის საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ყველა რაიონში, ყველა ხელისუფალს აქვს რაღაც ხარვეზები, ყოველთვის ნახავ ადამიანი გასაკრიტიკებელს, მაგრამ როდესაც ამდენი რამ ეკეთება, როდესაც მაგალითად სოფლებში გზები, წყალი, გაზი გადის ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს ხაზგასმით ვამბობ, არასდროს ყოფილა ასეთი ინფრასტრუქტურა, როდესაც ისინი მართლები არიან საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე, ეს შრომის, საკუთარი ხალხის მსახურების, საკუთარი რაიონების კეთილდღეობის ჟინს კიდევ უფრო ამძაფრებს და ეს ყველაფერი კარგია და იგრძნობა უშუალო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან არის ერთ-ერთი მთავარი мотивация ჩვენთვის შემდეგ, იმიტომ რომ იმდენ რამეს ვიგებთ აქ, რაცაც ჩვენ ესე ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ვახერხებთ ხოლმე, აქ მთავარი ინფორმაციაა და ამ ინფორმაციის რეალიზება მასზე რეაგირება და რასაც ვახერხებთ ახლა აბსოლუტურად ყველაფერს ერთ დღეში და ერთ წელიწადში ვერ მოახდენ რეაგირებას, მაგრამ ამას ვახერხებთ და ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი რაც ხდება რაიონებში. დიდი მადლობა.